მშენებლობა გაქვს და იცით, რომ სამშენებლო ობიექტზე მასალების ღიად დატოვება კანონით ისჯება? დიახ, თუ თქვენი კორპუსი ან მოედანი, ასე ვთქვათ, არ არის შეფუთული, შეგიძლიათ პირდაპირ მოემზადოთ ინსპექციასთან საკმაოდ უსიამოვნო შეხვედრისთვის. მოკლედ, დღევანდელ განხილვაში ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ერთმა უბრალო ბადემ ათასობით ლარი დაგიზოგოთ. საქმე იმაშია, რომ მტვერი მშენებლობაზე პირდაპირ ჯარიმას უდრის. ბევრი დეველოპერი ფიქრობს ხოლმე, რომ კაი, რა ცოტა მტვერი ვისრას უშლის, მაგრამ დამიჯერეთ, მუნიციპალური ინსპექციის სტუმრობა უბრალოდ გარდაუვალია, თუ წესებს არ დაიცავთ. ნებისმიერი სამშენებლო მასალის ღიად დაუცველად დატოვება მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი კი არა, ძალიან სერიოზული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. მოდით პირდაპირ კანონს შევხედოთ. აი რას გვეუბნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192 პრიმა 6 მუხლი. აქ შავით თეთრზე წერია, რომ მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადია. ეს არის ძალიან კაფიო სამართლებრივი ჩარჩო, ანუ როგორც კი მტვერი ჩნდება, კანონიც ავტომატურად ერთვება საქმეში. ახლა ბუნებრივია გიჩნდებათ კითხვა, კი, მაგრამ კონკრეტულად რა ითვლება ამ კანონის დარღვევად. მოდით ზოგადი საუბრიდან დეტალებზე გადავიდეთ და ვნახოთ, რა კონკრეტული ქმედებები იწვევს ამ საკმაოდ მკიმნეულ მუნიციპალურ ჯარიმებს. რეალურად, კანონი დარღვევად მიიჩნევს მასალების ისეთ მდგომარეობაში გაჩერებას, როცა მყარი ნაწილაკები თავისუფლად იფანტება ჰაერში და აწუხებს ხალხს. ანუ, თუ ქარს მტვერი თქვენი მშენებლობიდან გარეთ გააქვს, ზედამხედველობის სამსახურისთვის ეს უკვე წითელი შუქია. წარმოიდგინეთ მეზობელი, რომელმაც სუფთა სარეცხი გაფინა და თქვენი მშენებლობიდან წამოსულმა მტვრის ღრუბელმა სულ გაუფუჭა. აი ზუსტად ასეთი ყოფითი ამბები ხდება მერე ჯარიმის პირდაპირი მიზეზი. გადამწყვეტი მომენტი აქ ისაა, რომ უბრალოდ რაღაც ცელოფნის გადაფარება არ ჭრის. კანონი ძალიან კონკრეტულია და პირდაპირ გეუნებათ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ან სპეციალური ფენილი, ან დამცავი ბადე, ან კიდევ სრული დამცავი საფარი. მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ ეს მტვერი და ნაწილაკები გარემოში არ გაიფანტოს. ახლა გადავიდეთ მასალის დამუშავებაზე და ვნახოთ, რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული სველი მეთოდის წესი. იცით რა არის საინტერესო? არსებობს ძალიან მკაფიო ზღვარი დაშვებულსა და აკრძალულს შორის. თუ რამეს ჭრით, ხერხავთ ან აკუცმაცებთ, ეს აუცილებლად სველი მეთოდით უნდა გააკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ წყალი ეფექტურად ახშობს მტვერს. თუ ამ პროცესებს მშრალად აკეთებთ და ობიექტს მტვერში ახვევთ, ეგ ლეგალურად სრულიად მიუღებელია. და იცით, ეს კონკრეტული შეცდომა რა ჯდება? 5000 ლარი. დიახ, არ მოგესმათ. ეს არის მაქსიმალური ჯარიმა იურიდიული პირისთვის, რომელიც ამ სველ მეთოდს დაიგნორებს. დამეთანხმებით, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამხელა თანხის გადახდა მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ლარიანი წყლის მილის მიერთება დაგეზარათ, ხომ ასეა. კარგი, ახლა უშუალოდ ობიექტიდან გამოვიდეთ და გადავხედოთ მასალის გადაზიდვისა და ტრანსპორტირების